Да, я. Ясно. Ясно. მალე. ძალიან ყურადღებას მოიქცეთ. არ შეჭკავთ. არც არაფერი. Просто იცი რა არის? ანუ ხო ბევრი გადიცე. მაგათ ხასიათებს უნდა ვურჩიო რა, რომელ დღეს რა ხასიათზე იქნებიან, თორე როგორ გაიგვიძა რომელი ფეხი დადგა. ნო, ეგრე ხა ბასლაინებზე რო დავდიოდით და ყველა მიცოდა რომ დავდიოდით. ერთხელაც მოუნდათ რომ დავეჯარიმებინეთ რა. დავეჯარიმებინე. ბასლაინზე მეც მაქვს აღებული კი ჯარიმა შევა. ნუ იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. Oh shit. ჯარიმა რომ დამიწერეს იქიდან რა ვიცი ერთ დღეში კანონი შემოვიდეს მე რომ შეგეძლო სიარო. არა ეგეც რო გავარკვე, რაც მოხდაო, იმას არ გაგიუქმებთ, არ გაგიბათილებთ. ისო მანამდე იყო. მე შეიძლება მანამდე სამართლის ამბობები ვიყავ. ნახე რა ვახალ. ფანტაზიის საერთოდ თეოზური პარტიზან. აქ არის ძალიან თეოზის კულტურა. კი ძალიან ევასო. აქაც ინოცმინდაში ახალქალაქი რესტორნები რაც არის რა, ზაბიგალოვკები ასე ვთქვათ. კიდე კაი ბაიკზე როცა ზიხარ, მაშინ ვერ გძნობ სიცხეს. ხო და სხვათა შორის წინა დღეებში რომ წამოსულიყავით, ბევრად დაგწდებოდა. ეხლა დღეს რა ვიცი, თბილისი კი არა საქართველოს მასშტაბით. მე მგონი უკვე ეს რისი ბუდია? წეროს. ვარ. ნახე რომ ხება. თევზი ვაწევი. შეგიძლია გამწაიღო. ჩანთით ბაიკით რომ მიგაქვს თევზი. თან ცოცხალი როა და ჩანთაში რომ დახეს. აუ ძალიან გამიწოდა კიდე კაი რა, აი ჩვენ რამდენი ის ხონდა, ეხლა შეფერხება რომ დღეს ვერ წამოვიდოდი, დიდი ალბათობა იყო, მაგრამ ეს ვიძახი ყველაფერზე, შეუძლებელი არაფერი არაა თუ მოინდომებ მეთქი რა. აი ქენდო წამოვიდე, ეხლა რა არის იცი მე ჩემ ვიდეოებში ახსუ უჩევ ხოლმე რომ აი მეთქი სახში რო ზიხარ, ეხლა ადექი წამოდიქო და ეხლა რო ვერ უჩევ. აუ ამას რაღაცეები ცვივა. ალე გამოასწორე. რაღაცეები. ეს რა გირჩა? შენ თუ ეხლა სახში ზიხარ და აი შენ გონი ამას არ ჩავს რა? შენ გონი არ ვიწერდი? აი წერდი. ვერ ვქახ ადამიანს გამოდივეთკი, კაია თქო. შენ თუ ეხლა ზიხარ და ამ ვიდეოს უყურებ, არა, სადაც ხარ? არა. და თუ გადადებული მინიმუმ 1000 ლარი შეგიძლია და კიდე მეორე ბაიკი არ ყავს სახში რომ მაინც გქონდეს? ნუ ერთი 10 დღე ჩამოგართა და უბაიკოთ იქნები და შეგიძლია გამოხვიდე და იკატაო. ბატონო. მოთმინებითა ჩვენითა მალე მოვა 2 სექტემბერი და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. რატომ ხარ დარწმუნებული რომ 2 სექტემბერს ყველაფერი კარგისკენ შეიცვალა? დარწმუნებული ვარ რომ დარჩება მხოლოდ დეციბელები და ხამე იქნება შეზღუდვა ხმაურზე. დიდი იმედი მაქვს. ნახე წეროები. შენ გეგონა გეხმურე? აუ რა ლამაზები არიანე.
და ქართულად არაფერი არ ეწერა. შენ აქ ქართულად რო არ ლაპარაკობენ თითქმის ოპა. ძველმა თაობამ ვაფშე არც იცის ქართული აქ. აი გზე რო ვზივარ, მაშინ კი ვერ ვგრძნობთ ახლას, აი რო ჩამოვდივარ და გავჩერდები, აი წეღან ეხა რო ვიყავი, აი რაღაცნაირად ვიყავი და ბაიკზე რო ვზივარ, მერე არა. და ლამაზია ტივიზინელი. სადღაც სხვა ქვეყანაში მგონია თავი. ძალიან განსხვავებული რა მათ აი ახლა მინდორებები როა და მარტო წიწოვანი ხეები ვიზდებიან რა. იმიტომ რომ ალპური ზონა არის რა. და ნახე, როგორი ქვით ნაშენები სახლებია, ძველებს რო ეტყობა. და რო გითხრა რომ ფუნებით ავსებენ თან ყველაფერს და იჯერეთ. მარტო. კაი. ეს რა არის? რესტორანი უეჭვენი. Oh. წმინდაში ჩამოვედი. აჰა. ხო და ეს რეგულაციები რომ არა მეთქი, კიდე უფრო მეტს გავიცნობდი. აი გომის მთაზე რომ უეჭველი წავიდოდი, ეგ ვიცი. რეგულაციები შეიძლება გეგონება კოვიდი იყოს და რაღაც უბედურება გჭირდეს, მაგრამ არ გჭირს. მაგე კიდე ბუდეები წეროების. ქა, და მე ამაში შიგნით იყო. ეხლა აქ მე აღარ მახსოვს. მგონი მარჯვნივ წავიდით. გამარჯობა. ახალციხე ხო აქეთ არის? ესე ხო? მოდი აგენ, მოდი. წინ მივდივართ ხო, ნოდო? წადი, ხო, წადი შენ, წადი. ხო ხედავ, ჟონგლიორო, ფაქ ამძავს რომ მოგაშორო რა ვქნა. მადლობა. ბორჯომი ბაკურიანი ხელმარჯვნივ. ხო? ჰა? გამარჯობა. ახალციხე აქეთ არის? ქვემოთ? იქით უნდა წასულიყავი, ხო? მადლობა. ახალციხე გვინდა, ჯერ ახალციხე თუ არ იქნება? არაფერი არ იქნება. და რატო იყო მაჩვენებელი მაშინ ხელმარჯვნივ ბაკურიანი და ბორჯომია? მოკლე გზა არის, რაღაც ზაღარო გეუნებოდი მე მგონი. ცოტათი ავირიეთ. სალამას გზა არის. გზაზე ბევრი ტრაილერები მოძრაობს. აუ, აქ მგონია რომ გასაფხულია. რაღაცნაირი სხვანაირი გამწვანებულია.
ამაზე აქ უკვე ისა ვარძის ვაიბები არის უკვე რა. მაშინაც მაგასე იყო მათთვის მახსოვს რომ აკეთებდნენ რა. ეს მონაკვეთი მოგვიწევს. მაგრამ ბევრი არაა რა. ეს იყოს რომ Sorry, also. ეს გზა ისევ გასაკეთებელია, როგორც ადრე. მაგრამ ბევრი არაფერი არაა რა. ხილად გაფუჭებულია ისევ. მაგას ერთ სამი ადგილი იყო გაფუჭებული. ეს ადგილი არ მახსოვს. ეს არ იყო გაკეთებული. რა ლამაზია ნახე. ეს წია. გაგვიმართლა ამინში. აშკარად. არც ძალიან ცხელოდა და არც აბა. არც შეუწუხები ვარ და არც იცივეს. აჰა. ანუ ესე მთელი დღე რაიდისთვის იმენა კომფორტულია მინდი იყო მორგებული. აი ამდენი ხანი კი არ გამოგვიყვანია ბაიკი, მაგრამ სამაგიეროდ რო გამოვიყვანეთ. საუკეთესო ამინდი დაგვეთქვა. ჯერ მე მგონი რომ ყველაზე მასშტაბური რაიდი გამოვიდა ეს, იმიტომ რომ დაჟე ბათუმამდე რო ჩახვიდე, მე მგონი ამდენი ამაზე არა, დრო ამდენი არ გჭირდება ბათუმამდე გასა. просто აი ეგ არის რა. ავტობანით სიარულს ვაფშე არ ვიცი. მამი ამდენად დავარქო, მაგრამ სადა აი ესეთ ბუნებაში რომ მოძრაო. აჰა. თან ტრასა თუ კარგია, მე არავი ძალიან მისორდება, ანუ სტრიტითაც და სპორტითაც მე ეს გზა უფრო მისორდება, ვიდრე ბანზე რო პროსტა ადგები ჩააჭერ და ანუ სხვა გამომია. მარტო ჩაჭერის და დღეს ეხა ჩვენ სადაც ვიარეთ ჩაჭერის სიტუაციებიც იყო და ჩაჭერის გზაც იყო, მოსახვევებიც იყო და ბანზე ჩააჭირე და всё ტოპ სპიდი დაადებინე, მორჩა. მეტი რა. არაფერი. ახალციხეშიც შემოვედით.
მოკლედ მეგობრებო, ყველაფერში გამითავდა უკვე მემორის გამითავდა, ბატარეაც გამითავდა, ჩვენც გავთავდით. ძალიან ისეთი, ანუ ბევრი კილომეტრები არ გაგვივლია, მაგრამ ფანზე არ გვივლია რა და შესაბამისად სუმი ხოლმე მოხვეულები ვიარეთ. ბევრი კილომეტრი არ გაგვივლია, ხალხო 300 პლუს კილომეტრი გავიარეთ, მეტი კი არა. ხო. იცი რა არის, აი სამოგზაუროდ რომ მიდიხარ, აი სადღაც რა. აი ეხლა თბილისიდან დაჟე აი სადღაც ტრაბზონამდე რო ჩასულიყავი, შეიძლება ეგრე არ დაღლილიყავი. ნუ ეგრე დაიღლებოდი დაახლოებით რა, ჩემი აზრით. არ ყოფილი ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბათუმში რო ჩავსვარ, ესე დაღლილი არ ყოფილი ვარ არასდროს რა. ამიტომ ეხლა აქედან რაღა არის? ანუ მე ისევ ავტობანი რაღაცა ის რაღაც საინტერესო აღარ იქნება. ამიტომ დაგემშვიდობებით ნენელა. მე არ მომიწოდებია თქვენთვის და ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი 2000 გამოწერზე ავიდეთ მალე. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქამდე არხი გამოიწერეთ და 2000-მდე ამიყვანეთ. უღრმესი მადლობა, ყველაზე მაგარი კომუნიტი ხართ თქვენ. დიდი რესპექტი და პატივისცემა ჩემგან. ასე რომ დაგემშვიდობებით ეხლა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ახალი ჩილაუთებით და ამბებით. დროებით.